ერთი მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. მოკლედ ვიტყვი ძალიან, თავს არ შეგაწყენთ. იმასთან დაკავშირებით, რომ რა არის ჭეშმარიტი მორჩილება და რა არის თვალთმაქცევა. ათონის წმინდა მთაზე ერთ-ერთ მონასტერში ასეთი ამბავი მოხდა. ცოტა ხნის წინ. მსოფლიო პატრიარქმა აკურთხა წინამძღვარი, რომ მიიღო თავისთან მონასტერში უკრაინელი სქიზმატები და მიეცა მათთვის უფლება წირვის ჩატარებისა. წინამძღვარმა რა თქმა უნდა იცოდა, რომ ეს დაუშვებელი იყო და თუ კი ამას იგი შეასრულებდა, მას საეკლესიო კანონმდებლობით სასჯელი ელოდა. მაგრამ თავისი სისუსტის გამო, უნებისყოფობის გამო დაუშვა, რომ მასთან მონასტერში განხეთქილებაში მყოფ ადამიანებს ჩაეტარებინათ მათი ეს ბილწი მსახურება. და შემდეგ რა გააკეთა? რადგანაც იცოდა, რომ მონასტრის ზმობაში იქნებოდა შფოთი და მას აუცილებლად მოთხოვდნენ პასუხს, რომ ეს რა გააკეთა, როგორ დაუშვი განხეთქილებაში მყოფი ადამიანების შემოსვლა მონასტერში და წირვის ჩატარების უფლება მიეცა. მაგრამ რა გააკეთა? აიღო ოდიკი და დაწვა. ოდიკი ეს არის ტილო, სადაც არის წმინდანის ნაწილები ჩადებული. თუ ოდიკი არ არის, წირვა არ ჩატარდა. ანუ იმის ნიშნად, რომ იქ ბილწი მსახურება შესრულდა და ოდიკი შეიბღალა, დაწვა ეს ოდიკი და წმინდა ადგილას დაქლა. რა გამოვიდა? მსოფლიო პატრიარქთან მან თითქოს მორჩილება შეასრულა და თავის ძმობასთან კი სხვა სახე დაიჭირა, რომ აბა რა მექნა ახლა და აი რადგანაც ეს სიწმინდე შეიბღალა, ამიტომ დავწვია. რა ქვია ამას? ამას ქვია თვალთმაქცევა და არა მორჩილება. მერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი მორჩილება შევასრულოთ. მერთმა დაგლოცოთ და გაყოფოთ.